ერთი თვიანი შესვენების შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატი განახდა. დღეს მეხუთე ტურის ორი მატჩი შედგა. რუსთავის ხარები TBS შეხვდა, ლოკომოტივი კი ბოლნისის სიოს დაუპირისპირდა. ორივე მატჩი ქვემოქართლის რეგიონის გუნდების გამარჯვებით დასრულდა. შევარდენის სანაკრებო ბაზაზე დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრა გაიმართა. რუსთავის ხარებს თბილისის TBS-მა უმასპინძლა. შეხვედრა რუსთაველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა. დაძაბული თამაში იყო, ბიჭებმა მოვინდომეთ, მოვიგეთ და 9-17 დავამთავრეთ ჩვენ სასარგებლოდ და რავი, ღმერთის წყალობით მოვიგეთ თამაში. თავიდან თითქოს დავიწყეთ, რავი, ვაკეთებდით ყველაფერს, მაგრამ ბოლო 10 წუთი უკვე ცოტა ავირიეთ, თამაში ცუდად წავიდა. კარგი ბიჭები ყავთ TBS-ის გუნდს. რავი, ვეცადეთ რა ყველაფერს და ჩვენ სასარგებლოდ დამთავრდა 17-9 გავიმარჯვეთ. დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს. ხარებისა და TBS-ის თამაშის საწყისი წუთები რუსთაველთა სრული უპირატესობით წარიმართა. ხარები ლელოთი ბებიაშვილმა დააწინაურა. ხუციშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. რუსთაველმა მორაგბეებმა მეორე ტაიმში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოოდ 9-17 იმარჯვეს. შუალედი ერთთვიანი შესვენების კარგად კი გამოვიყენეთ, მოვემზადეთ, მაგრამ აი ძალიან მაინც ჩაგვაგდო თამაშების მხრივ ჩაგვაგდო რა, ვერ დავდექით ისე კარგად, როგორც თავიდან დავიწყეთ, მაგრამ არა უშეს ეს პირველი თამაში იყო, რაც თავარია მოვიგეთ, ბიჭებს მადლობას მოხდით. ჩვენ მოთამაშეებს მაქსიმალური რაც ვქონათ, ბოლომდე დადეს და შერკინებაში გჯობდნენ, მოგვაწვენენ და ჩვენი ერთ-ერთი სუსტი მხარე არის შერკინება რა. მეხუთე ტურის შემდეგ რუსთავის ხარები სატურნირო ცხრილში 12 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. საქართველოს ჩემპიონატს კი 17 ქულით ბოლნისის ყოჩები ლიდერობს.